ვფიქრობ, რომ სისტემურად თუ გვინდა რომ ამას მივაქციოთ ყურადღება, აუცილებელია რომ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი საშტატო ერთეულებიც არსებობდეს, რომელსაც დაატრენინგებენ კიდევაც, ვისაც უფრო სწრაფი კავშირი ექნება ცენტრალურ ხელისუფლებას და უფრო მეტად რეაგირებას მოახდენენ. ახლა თვითონ გეოლოგიის სამსახური რატომ მოხდა სწრაფი რეაგირება, იმიტომ რომ ქუთაისის ჯგუფი ყავთ მაგათ და ის უფრო სწრაფად ავიდა, ვიდრე თბილისიდან ჩავიდოდნენ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ გარემოსდაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ უწყებას ჰქონდეს პირველ რიგში ტერიტორიალური ორგანოები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას ახდენენ და მეორე ის, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა ყავდეთ შესაბამისი კადრები, რომლებიც აგრეთვე პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებენ და შეუძლიათ, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრს პოლიტიკოს არ ჯერა, რომ კლიმატის ცვლილება მიდის, რეალურად კლიმატის ცვლილება მაინც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და საკმაოდ სერიოზული შედეგები ამან შეიძლება მოიტანოს. ეხლა მაგალითისთვის არანაკლებად არის სიცხე პრობლემა, ჯერჯერობით საქართველოში არ ცხელა, ესეც არის, მაგრამ სამაგიეროდ ევროპაში ძალიან გაუსაძლისი მაღალი ტემპერატურებია და ველოდებით, რომ ისევ შეიცვლება სიტუაცია საქართველოშიც და ამიტომ მზაობა ყველა ბუნებრივ მოვლენასთან მიმართებაში სტრუქტურებს ევალებათ და აუცილებელი.